ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ცვლილებისთვის და ლელოს გვერდით ასაკრძალე პარტიების სიას პარტია ფედერალისტებს ამატებს. ამდენად მართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს უკან გამოითხოვს და ახალი სარჩელის საფუძველზე ახლა უკვე 4 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკორექტირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2026 წლის 2 მარტს ოპოზიციურმა პარტიებმა ოპოზიციური ალიანსის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის გააქტიურებით ქართული ოცნება ნამდვილი პრობლემების გადაფარვას ცდილობს. შეძლებს თუ არა ქართული ოცნება წინასაარჩევნო დაპირების სისრულეში მოყვანას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. მაშოდიე სამიძეს მოусმინოთ. ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს, მართველი გუნდი ძველ სარჩელს უკან გამოითხოვს და ამის შემდეგ უკვე განახლებულ ვერსიას იმ პარტიების ჩამონათვლით თავიდან შეიტანს სასამართლოში, ვისი აკრძალვაც სურს ქართულ ოცნებას, ახლა უკვე პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან, პარტია კოალიციას ცვლილებებთან და პარტია ლელოსთან ერთად, ახლა უკვე პარტია ფედერალისტებიც შეხვდნენ ასაკრძალ პარტიათა სიაში, როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსსა და მათ მიზნებს, ვინაიდან როგორც აცხადებენ ოპოზიციას და ალიანსი წარუღობს კონსტიტუციურ წესრიგს. ამასთან ერთად გეტყვით, რომ როგორც მმართველ გუნდში აღნიშნავენ, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციურ ალიანსში 9 პოლიტიკური პარტია არის შემავალი, სარჩელში მხოლოდ ის სუბიექტები მოხვდნენ, რომლებიც მათი შეფასებით პოლიტიკური გავლენებით სარგებლობენ. 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ ურთიერთ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, გადაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ 3 პარტიას ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთის მხრივ უყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამ თუ პარტიას, მეორეს მხრივ ასევე უყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. ოპოზიციაში კი ბრალდებებსა და გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა პროცესი რეალურად დროში არის გაწელილი და ახალი სარჩელის შეტანა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სარჩელის განხილვის ვადა იწურებოდა, ახლა მიზანმიმართულად ახალი მიზეზით დროში გაწელა ეს პროცესი ქართულმა ოცნებამ. ამასთან ერთად ოპოზიციის შეფასებით ხელისუფლება საკითხს ხელოვნურად აჩენს იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რაც შეეხება პარტია ფედერალისტების პოზიციას, პარტიის წარმომადგენლები დღეს აცხადებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ გამოავლინა სისუსტე და შიში, თუმცა ამის მიუხედავად პარტიის წევრების განცხადებით, პარტიას მათ შორის ოპოზიციური ალიანსიც განაგრძობს მუშაობას, ისე როგორც აქამდე და ეს გადაწყვეტილება მათთვის არაფერს არ ნიშნავს. აბსოლუტურად არაფერი ივანიშვილის ცხოველების ფერმის წარჩინებული წარმომადგენლის ბატონი პაპუაშვილის განცხადებით ჩვენთვის არ იცვლება. ეს არის ხელისუფლების სისუსტის, ანუ რეჟიმის სისუსტის გამოხატულება, იმიტომ რომ 9 თვიანი ვადა გაზდით ახლა იმაზე, რა ქვია, იმ სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ და ან კიდე რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, იმიტომ რომ არც ბოლომდე იმისი აწევის თავი აქვთ, რომ პარტიები აკრძალონ. რაც შეეხება იმას, ეს რეჟიმი მაინც ქუჩით საერთაშორისო სანქციებით და დემოკრატიული ალტერნატივით დამარცხდება. თუ გრძალავენ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს, მაშინ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა გადავიდნენ. ეს განცხადებაც და ის, რომ გამოაქვთ სარჩელი და მე აპირებენ თავიდან შეტანა, ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერი არ აქვს შესათავაზებელი და მხოლოდ ყოველდღიურობას ქმნიან იმასთან დაკავშირებით, რომ აი აკრძალავენ ოპონენტებს, პარტიებს და საბოლოო ჯამში სწორედ ეს პარტიები დაამარცხებენ ქართულ ოცნებას. პარტიების აკრძალვა არის ის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისათვის. მათ წამოიწყეს ეს ძალიან სახიფათო თამაში და დღეს თავადვე არიან აბლანდულები, მათ
თავგზა აურიეს საკუთარ პატრონსაც, ივანიშვილსაც, ამდენი თვეა ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არანაირი ქმედება ჩვენ არ გვინახავს, არანაირი ნაბიჯი გადადგმული, რაც იმის ნიშანია, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. როგორც მოისმენთ, ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას თავად უწოდებს არაკონსტიტუციურს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით ქვეყანაში საბოლოოდ დაასამარებენ დემოკრატიას, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც დღეს შალო პაპუაშვილის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ახალი სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს ქართული ოცნება და ახლა უკვე ასაკრძალ პარტიათა სიას პარტია ფედერალისტებიც მიემატება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია განახლებულ სარჩელს როდის განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო.